بسم الله الرحمن الرحيم الحمد لله رب العالمين والصلاة والسلام على أشرف الأنبياء والمرسلين نبينا محمد وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين أما بعد قويل مسلمس قويل إما داميانس إخبا وينس أمبوس رومي مسلمي وار مغرام أرسول بن نماز ასეთ ადამიანებს მივმართავ, რომ დაგვავალა ყოვლის შემძლე ღმერთმა, რომ მოვიხაროთ მის წინაშე ქედი, აღვავლინოთ ლოცვა, რათა ნამაზი ეს არის რელიგიის საფუძველი, რელიგიის ფუძე, რომლის გარეშეც არ შეიძლება რომ ადამიანი იყოს მუსლიმი. არ შეიძლება. Allah subhanahu wa ta'ala Qur'anში ბრძანებს أعوذ بالله من الشيطان الرجيم حافظوا على الصلوات والصلاة الوسطى დაიცავით ლოცვები და შუადღის შემდეგი ლოცვა, ანუ ასრი, შუადღევის ლოცვა, იქინდის ლოცვა. ასევე Allah azza wa jalla Qur'anში ბრძანებს تبارك وتعالى وأقيموا الصلاة وآتوا الزكاة واركعوا مع الراكعين. الله تبارك وتعالى أمبوس أغولنت لوتسوا قداي خدت زكاتي دموي خرت كد مخريلبتان ارتات كدي أنو موي خرت كدي موي خرت خمرتي سناشي الله قوبنبا سبحانه وتعالى. أسوي الله عز وجل قوبنبا تبارك وتعالى قرآن شي رون وأقيموا الصلاة ولا تكونوا من المشركين. أغولنت شياسرولت تدكت لوتسوازه رتا أريقت مروال غمرتيان تغاني أنو مروال غمرت مشركة بي أريان أداميان بي رم لبيت تقوى نبيان مغير الله سا أري تقوى نبيان الله سبحانه وتعالى. ამიტომ ღმერთი გვეუბნება დადექით ლოცვაზე, რათა არ იყოთ მუშრიკთაგანი. ასევე Allah subhanahu wa ta'ala გვეუბნება ყურანში فَإِن تَابُوا وَأَقَامُوا الصَّلَاةَ და თუ მოინანიეს და დადგენ ლოცვაზე, ლოცვის შესასრულებლად وَآتَوُا الزَّكَاةَ და გადაიხადეს ზეკათი فإخوانكم في الدين. الله سبحانه وتعالى أمبوس რომ ისინი თქვენი ძმები არიან რელიგიაში, ვინც ნამაზ არ ასრულებს. ასეთი ადამიანები არ არიან ჩვენი ძმები. ასეთი ადამიანები, რომლებიც ნამაზ არ აღავლენენ Allah subhanahu wa ta'ala-ს წინაშე, ისინი არიან სატანის ეშმაკის ძმები, ეშმაკის მეგობრები. ასევე მოციქული მუჰამმადი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი საჰიჰ სუნნაში, რომელსაც გადმოსცემს იმამ მუსლიმი თავის საჰიჰში, გადმოსცემს ჯაბირ იბნ აბდილლაჰ რადიალლაჰუ ან საჰაბა, რომ მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა بين الرجل وبين الشرك والكفر ترك الصلاة. ადამიანს შირკს და ქუფრს შორის განმანცხოვებელი არის რა? ლოცვა, ნამაზი. فَمَنْ تَرَكَهَا فَقَدْ كَفَرَ. ვინც მიატოვა ლოცვა, ასეთი ადამიანი არის ურძმუნო. ამ ჰადისზე დაყრდნობით, ამ ჰადისის შარხში იხსენებს აბდულ ქერიმ ალ-ხუდაირი ჰაფიზაჰულლაჰ, რომ ადამიანმა, რომელმაც არ შეასრულა ლოცვა, ან მიატოვა საერთოდ, ასეთი ადამიანი ჩავარდა შირკში. ასეთმა ადამიანმა ჩაიდინა რა? შირკი, მრავალღმერთიანობა. Allah azza wa jalla ყურანში ბრძანებს تبارك وتعالى إن الله لا يغفر أن يشرك به ويغفر ما دون ذلك لمن يشاء. Allah ამბობს ყურანში, რომ Allah არ პატიობს მასზე თანაზიარის გაჩენას და პატიობს სხვა დანარჩენს ინებებს ვისაც. ასევე Allahის მოციქულის ჰადისია სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის, რომელსაც
გადმოსცემ ბურაიდა იბნ ჰუსაიბ რადიალლაჰუ ან, რომ მოციქულმა თქვა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ალ-აჰდუ ალლაზი ბეინანა ვა ბეინაჰუმ as-salah, შეთანხმება, აჰდი, აღთქმა ჩვენს და მათ შორის, ანუ ვის შორის, ჩვენს და მორწმუნეს და ურწმუნეებს შორის, მუსლიმებს და ქაფირებს შორის, აღთქმა რა არის? ლოცვა. მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, "ფამან თარაკაჰა ფაყად კაფარა." სუბჰანალლაჰ. ვინც მიატოვა ნამაზი, ასეთმა ადამიანმა ჩავარდა ურწმუნოებაში, ჩაიდინა ურწმუნოება. სუბჰანალლაჰ. ნამაზი ძალიან საყურადღებო საქმე არის. ასევე ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალას მოციქული ამბობს, რომელსაც ალი იბნ აბი ტალიბ რადიალლაჰუ ანჰუ გადმოსცემს, მუსლიმის ჰადისი არის ესაც, რომ მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იომულ აჰზაბ, ანუ ამ ბრძოლის ერთ-ერთი სახელი, ანუ რომელსაც ადგილი სადაც ბრძოლა მოხდა, ეძახიან ხანდახს და ასევე ეძახიან აჰზაბ. რომ ამ დღეს მოციქულმა თქვა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, შაღალუნა ანი სალა, يعني صلاة العصر ملأ الله بيوتهم وقبورهم نارا. მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ ჩვენო დაგვაკავეს, ანუ რომ ბრძოლის შედეგად ვერ ილოცეს მის დროზე ასრის ლოცვა, ვერ შეასრულეს მის დროზე იქინდი, ეს ლოცვა იქნა შესრულებული, მაგრამ მოგვიანებით. და მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, "მალა ალლაჰუ ბუიუტაჰუმ ვა ყუბურაჰუმ ნარა." ალლაჰმა მაგათი სახლები და მაგათი სასაფლები გააუხსოს ცეცხლით. სუბჰანალლაჰ. ყველაზე საუკეთესო ადამიანი ადამის ძეთა შორის მუჰამადი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი, თვითონ პეიღამბერი ალლაჰმა, ვისაც აპატია თავისი წარსული და მომავალი ცოდვები, თვითონ ასრულებდა. და ადამიანი, რომელიც იძახის მუსულმანი ვარ და არაფერ არ ასრულებს, მხოლოდ ენით არის მუსლიმი, ასეთი ადამიანები არ ითვლებიან მუსლიმანებად, უბრალოდ ენით არიან მუსლიმანები. ასეთმა ადამიანებმა რა უნდა ქონონ? უნდა მოინანიონ ალლაჰის წინაშე და აღავლილონ ლოცვა დიდებული ღმერთის წინაშე. ასევე იბნ მაჯა თავის სუნანში გადმოსცემს, რომ მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ ლეისალ აბდი ვა ბეინალ შირკი ილლა თერკუ სალა, فمن تركها فقد أشرك. სხვა რივაიეთში فإذا تركها فقد أشرك. ვინ არ არის მონას და შირკს შორის თუ არა ნამაზის მიტოვება, მოციქულმა თქვა, და ვინც მიატოვა, მან შირკი ჩაიდინა. ასევე იმამ თირმიზის ჰადისებში მოხსენებული არის, რომ მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ბეინალ ქუფრი ვალ იმან თერკუ სალა. ურწმუნოებას და ნამაზ შორის რა არის? რწმენა შორის არის რა? ლოცვა. فمن تركها فقد كفر. სუბჰანალლაჰ. ნამაზის შესრულება ეს არის აუცილებელი, სავალდებულო. ამის გარეშე ისლამი არ არის. სხვა ყველაფერი იბადეთები, ჰაჯობა, მარხვა შეძლების და გვარად ადამიანს თუ არ შეუძლია, იმარხებს სხვა თვეში, ჰაჯობას გააკეთებს, როცა ექნება შესაძლებლობა. მაგრამ ნამაზი მოვა თავის დროზე უნდა იქნას შესრულებული, თუ არა, თუ მაგალითად ადამიანი საფარშია, მოგზაურობაშია, ეგ გამონაკლისია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის თავის დროზე უნდა იქნას შესრულებული. ასევე იმამ თირმიზი რაჰიმაჰულლაჰ თავის სუნანში მოიხსენიებს,
რომ Abdullah ibn Shaqiq al-Uqayli თქვა რომ كان أصحاب محمد صلى الله عليه وسلم لا يرون شيئا من الأعمال كفره يعني لا يرون شيئا من أعمال تركه كفرا غير الصلاة. Abdullah ibn Shaqiq al-Uqayli ეს იყო ერთ-ერთი დიდი იმამთაგანი. ეს ამბობს რომ Muhammad sallallahu alayhi wa sallam-ის ასხაბები არ ხედავდნენ, არ მიიჩნევდნენ არანაირ საქმეს, არანაირ ქმედების მიტოვებას ურწმუნოებად გარდა ლოცვისა. ასევე Abu Ayyub as-Sikhtiyani al-Marwazi, ასევე Abdullah Shaqiq al-Uqayli, ეს დიდვანი იმამები, მათ შორის თაბიინები არიან ესენი. გადმონაცემია, რომ Muhammad sallallahu alayhi wa sallam-ის საჰაბეებს შორის არ იყო აზრთა სხვაობა, რომ ნამაზის მიმტოვებელი არის ურწმუნო. დაჟე ერთი ნამაზიც რომ მიატოვეს ერთი, ასეთი ადამიანიც ხდება ურწმუნო. ამის შემდეგ წამოვიდა მადჰაბი აბუ ჰანიფას, მადჰაბი მალიკია, შაფიია, იმამ აჰმადის, ალლაჰმა შეიწყალოს ყველანი. აქედან დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ავიღოთ რა მასდარი წყარო, სადაც არის უპირველეს ყოვლისა. ალლაჰმა თქვა, მოციქულმა თქვა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა, როგორ გაიგეს საჰაბებმა რიდვანულლაჰი ალეიჰიმ აჯმაინ. ამიტომ ჩემო ძვირფასო ხალხო, რომლებიც ამბობთ, რომ მე მუსლიმანი ვარ, ალლაჰმა მოგცეთ სიკეთე. უნდა ილოცოთ, უნდა შეასრულოთ. ლოცვა არის რა კავშირი მსახურს და თავის ღმერთს შორის. ეს კავშირი ასევე სხვა ჰადისებში მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა მუაზ იბნ ჯაბალს საჰაბას უთხრა, არ გინდა გამცნო საქმის თავზე რასულ ამრ ვა უმუდუჰუ ვა ზირვათი სანამიჰი, პეიღამბერმა უთხრა, არ გინდა გამცნო საქმის თავზე, მის ფუძეზე და მის მწვერვალზე. მუაზ იბნ ჯაბალმა რადიალლაჰუ ანჰუ ყალუ ბალა ია რასულალლაჰ, რა თქმა უნდა. უთხრა რასულ ამრი ალ-ისლამ, თავი ბრძანების თავი, საქმის თავი, ეს არის რა? ისლამი. მისი ვა უმუდუჰუ as-სალაჰ, მისი საფუძველი, მისი ფუძე, ფუნდამენტი, ეს არის მოციქულმა თქვა საჰიჰ ჰადისში, რომ ეს არის ლოცვა. ვა ზირვათი სანამიჰი ალ-ჯიჰადუ ფი საბილილლაჰ, და მისი მწვერვალი არის ჯიჰადი. ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ ლოცვას, არ ასრულებენ ნამაზს, ალლაჰის წინაშე არ მოიხრიან ყველაზე მაღალ ადგილს შუბს, არ დადებენ ღმერთის წინაშე, ასეთი ადამიანები არ ითვლებიან მუსლიმებად. ალლაჰი აზზა ვა ჯალლა თაბარაკა ვა თაალა მათგან არანაირ სიკეთეს არ ღებულობს. არანაირ. არც ალლაჰ აზზა ვა ჯალლას არც მათი მარხვა სჭირდება, არც მათი ჰაჯობა სჭირდება. მათგან ალლაჰ აზზა ვა ჯალს არაფერი სჭირდება. იმიტომ რომ ადამიანი არ ასრულებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისლამში თაუჰიდის შემდეგ. ლოცვას. ეს ლოცვა ნაბრძანები იქნა 7 ცის ზემოთ. ყველა წინა უმა, წინა თაობები, წინა შუამავლების ხალხი ასრულებდნენ ლოცვას და ასევე ყველა მორწმუნეები, ვინც ირწმუნა მუჰამედ მოციქული სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის, ვალდებულება არის რომ შეასრულოს ლოცვა. ლოცვის გარეშე ისლამი არ არსებობს. ლოცვის გარეშე სამოთხეში ვერავინ ვერ შევა. პირველი რასაც მოკითხავს განკითხვის დღეს ალლაჰი აზზა ვა ჯალლა ხალხს, ეს არის ლოცვა.
თუ ლოცვა იქნება წესი